აი ეტყობა ძალიან მაგარი აღმართია და ძალიან ძნელი ამოსასვლელი გზა არის და აქ თუ ამოვედით იმედი ავალთ რა სიტყვები ეს არისო ჯერე გაღმართი და მერე რა არის მერე რა არის ისიც არ ვიცით ხო ხო აწყვეტილი სოფელ ბაზალეთს როგორც კი ამოწდები მეგობრებო ოდნავ-ზევით არის ბაზალეთის წმინდა გიორგის ეკლესია და მე მინდა ამ ეკლესიაში შევიდეთ სანთელი ამათოდ ნახე რამხელა ნაკვალებია ეს ადამიანის ნაკვალებს არ აგავს კარდადის მგელივი რუხსაგუთ რას ნიშნავს მეგობრებო მომწერეთ რა კომენტარში ალბათ ბაბუ სად არის აბა ის სოფელი მე ვერ დავინახე აბა მანახე მაგერა სტოლბე ეფარება გამეიცოდა აი მაღლა გორაზე მაღლა სახლებს ვერ ხედავ სახლებს ვერა რაფერ ვერ ხედავ ეს სახლის ისინია სახურეებია და ყოველ 50 მეტრში აწერია იყიდება ნაკვეთი იყიდება სახლი იყიდება სასტუმრო ყველაფერი იყიდება არა საქართველოს არაბიზაციას და საქართველოს გაურჯულოებას ძალიან დიდი არა საქართველოს უნდა დარჩეს ქართველებს ჩვენ შვილებს შვილიშვილებს და გაუმარჯოს საქართველოს დილამშვიდობის მეგობრებო გილოცავთ ყველას ახალ წელს შობას ბედობას ყველა დღესასწაულს რაც გამოიარეთ და რაც წინ გვაქვს კიდე გასავლელი კიდევ ერთი შობა და კიდევ ერთი ახალი წელი დღეს არის 5 იანვარი და დღეს ვიმყოფებით ჩვენ დუშეთში გვინდა ავიდეთ მაღალმთიან რეგიონში არსებულ სოფელში რომელსაც ქვია ჭონტილი სოფელ ჭონტილში ცხოვრობდა დაახლოებით 17-18 მოსახლე და 2014 წლამდე და ბოლოს დარჩა ერთი ქალბატონი შუშანა ბებია რომელიც 2018 წელს ინფორმაცია იყო რომ ამ სოფელში ზამთარი გაატარა თავის შვილთან ერთად და ეხა დღეს არ ვიცი ამ სოფელში ჭონტილში თუ არის კიდე დარჩენილი ბებია გვინდა ავიდეთ ვნახოთ როგორი სიტუაცია დათოვლილი გზებია ძნელად ასასვლელი გზებს განახებთ რა თქმა უნდა როგორია სოფლამდე მისასვლელი გზა სოფელში მე როგორც ვიცი ჩემი ინფორმაციით დენი არ არის წყაროს წყალია მოკლედ ყველაფერს ეტაპობრივად გზას როგორი გზა არის ყველაფერს გაჩვენებთ მეგობრებო გვიყურეთ და ლაიქეთ არხი გამოიწერეთ ვისაც მოგწონთ კომენტარიც მომწერეთ დიდი მადლობა წინასწარ ყველას მივდივართ სოფელ ჭონტილში აბა დროები დაგემშვიდობებით ეხა გზას გაჩვენებთ ერთ ძნელად ასასვლელი მონაკვეთს მივადექით ძალიან დიდი აღმართია დათოვლილი გზა არის მოყინულია და ვეცდებით ამოვიდეთ ეხა თუ ავალთ ამ გზაზე ხო გავაგზელებთ გზა სოფლისკენ თუ არა და კიდე ორი სოფელი გვაქვს გეგმაში და წავალთ უკვე შემდეგ შევიცვლით ლოკაციას აბა დროებით დაგემშვიდობებით აღმართია სოფელი ბაზალეთიდან მივდივართ სოფელ ჭონტილში და აქ ერთი მანქანა არის ამოსული აი ეტყობა ძალიან მაგარი აღმართია და ძალიან ძნელი ამოსასვლელი გზა არის და აქ თუ ამოვედით აქამდე ამოვიდა ის მანქანა და მე მგონი მერე ვეღარ ავიდა და ჩვენ ვეცდებით ახლა ავიდეთ და ვნახოთ შუშანა ბებო ვესტუმროთ და თავარი ეს გზა ავიდეთ არ ვიცით როგორ მოვახერხებთ ახლა ჩავალ ნელ-ნელა და ვეცდებით აი ეს პირველი დაბრკოლება მშვიდობიანად გავიაროთ მეგობრებო ძალიან მაგარი აღმართია და გაყინული გზა. კარგად ნაწვალები კი ეტყობა ამ გზას. მანქანა ცდილობდა აქ ამოსვლას, აგერ აქ ეტყობა გზას. და აი მონაკვეთამდე ზევით ავიდა და მერე უკვე მე მგონი ვეღარ ავიდა. ნახოთ რა გამოგვია. ამდე ზევშო ფესო. ხო, მე მგონი ნორმალურია რა. აბა როგორ არის ვიზუალურად საერთოდ არ ეტყობა ბაბურო დაშვებულია. ხო და უნდა ავიდეთ აი ეს აღმართი ავიაროთ. ძალიან მაგარი აღმართია და გაყინულია. იმედი ავალთ რა სიტყვები ეს არისო.
ჯერე გაღმართი და მე რა არის გასა. მე რა არის ისიც არ ვიცით ხო? ავალს თუ არა? აქ ორი ვარიანტია, ეგ. ვარიანტი, ყოველთვის ორი ვარიანტი. ეგ თავისთავად ეგრეა. თუ ვერ ავალს და კი ჩამოვართ დაბლა. ხო, თუ ერავალთ კიდე ორი სოფელი გვაქვს გეგმაში და წავალთ იმ ორ სოფელს ვნახავთ. ამინდი დღეს არის ძალიან კაი ამინდი დაერთხვალ. სია. ხარი არ არის. ხო. ეგ მესამე დაგჭო ერთი. მეტი რო დაუშვათ შეიძლება. არა, 1 და 3-ზე მეტი არ გვინდა, არ გადაწრეს. რამდენზეა? 1 და 6. ხო. აწყვეტილი. ეს რა აფრინდა ბიჭო ერთს მოასწა ნორმალურად გადაღება. ეს პირველი პანიშანი ხო? ხო. ეს საღმართი ამოვიარეთ შვიდობიანად და ეს არის სოფელი ბაზალეთი. რა ლამაზათა ჩანს. ჯერ დილა არის, ახლა ამოვიდა მზე. ეგერ ბაზალეთის ტბა. რა ძალიან პატარა მეჩვენებებს ბაზალეთის ტბა. ვაგზელებთ მეგობრებო ჩვენ გზას. სოფელ ბაზალეთს როგორც კი ამოწდები მეგობრებო, ოდნავ ზევით არის ბაზალეთის წმინდა გიორგის ეკლესია და მე მინდა ამ ეკლესიაში შევიდეთ, სანთელი ამათოთ, მოვილოცოთ, ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ღმერთი იყოს ჩვენი ფარველი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, შობას, ყველა ღმერთმა მრავალს დავგასწროს. ბაზალეთის წმინდა გიორგის ეკლესია იყოს ყველა სიმფარველი მეგობრებო. შევიდეთ ეკლესიაში. სანთლები ჩვენ გვაქვს ხოლმე იმ ეკლესიაში, რომელშიც სანთელი არაა, ძალიან ბევრი ეკლესია, რომელიც ზოგი ახალი აშენებულია, ზოგში სანთელი არ არის. ჩვენი სანთელი გვაქვს, მიგვაქვს ხოლმე და ვტოვებთ. აი ქვევით სოფელი ბაზალეთი, ბაზალეთის ტბაც მოჩანს. და აქვე არის ბაზალეთის წმინდა გიორგის ეკლესია. ელელა მივყვებით ახლა ჩვენ სოფელი ჭონტილისკენ გზას. ეხა საით ბესო აქეთ ხო? ხო, დავიდეთ. აქ უკვე თოვლიც იმატებს. აღმართებით გამქერია. აღმართებით იმატებს. გამქერიუს. აქ არის ეგერ მანქანა ამონასვლელი და შესაძლოა სოფელში ავიდა და ვიღაცა დაგხვდეს. ადგილობრივი მოსახლე. შუშანაბებო. მაინტერესებს, ძალიან მაინტერესებს თუ ცხოვრობს კიდე. 85 წლის ხალი იყო. 2018-ში იყო ასული ვიღაცა ჩაიდეს რეპორტაჟი გააკეთა და იმის მერე არავინ აღარ ასულა, 7 წელი გავიდა, ხო? ამოვედით მეგობრებო სოფელ ჭონტილში, გზა არის რთულად ამოსასვლელი. მით უმეტეს ზამთარში, როცა დათოვლილი გზა არის, ორხიდიანი მანქანა და მაღალი გამოვლობის მანქანა არის აუცილებელი. ჩვეულებრივი მანქანით ამ სოფელში ვერ ამოვა ადამიანი. არავინ არ არის, მე მგონი ამ სოფელში. ეხა მინდა გავიარო ფეხით
ჩემი ინფორმაციით აქ 17-18 ოჯახი ცხოვრობდა 2014 წლამდე. მერე დაიწყო სოფელმა ნელ-ნელა დაცლა და ბოლოს დარჩა შუშანა ბებო. შუშანა ბებოს ნახვა მინდოდა მე. და ეხა მინდა გავიარო სოფელი, დავათვალიერო და ეგება კიდე ვინმე ადამიანი დამხვდეს მე ამ სოფელში მაცხოვრებელი. ამიტომ მოდით ეხა დავათვალიეროთ სოფელი ჭონტელი. ესეთი დათოვლილი გზა არის. ეხა ზევიდან მინდა რომ დავყვე ამ სოფელს. ეგერ არის ერთი სახლი. საკმაოდ დიდი სახლია. სოფელი არაჩვეულებრივ ადგილზეა, ისევე როგორც ჩვენ რა სოფლებშიც ვართ ჩვენ, ესე იგი მისულები, ყველა არის ძალიან მაგარ ადგილას რა. სუფთა ჰაერზე მაგარ ბუნებაში. მაგრამ იმის გამო რომ არ არის არც გზები არ არის ამ სოფელში დენი არ არის აი რამხილა სახლია აი ბაზალეთი აქედან შორს ეგერ ბაზალეთის ტბაც მოჩანს აი კაც არადერი სახლები რა ხე კი გავუვლი იქაც ეგერ ზევით მთაზე არის სოფლის სასაფლაო იქაც მაინტერესებს ერთი ბესო ეს სოფელი არ ვიცი ქართული სოფელი იყო სავარაუდოდ და ეხა სასაფლაოზე ნათლად გავიგებ არა ოსები უფრო მეტი წერია ოსები აჰა ესეც ოსური სოფელი იყო ეს ერთი ვიღაცა აშენებს აგერ კი ძველი სახლია ერთი და მეორე ამ ეზოში უკვე შენდება ახალი სახლი ვიღაცა აშენებს ადამიანი ძაღლები რახან არ არის ესე იგი არავინ არ იქნება ხო მაგრამ მაინც მინდა რომ გავიარო აი წინ ნახე რამხელა სახლია ეხლა ესეთი მაგარი სახლების მიტოვება მაგარი სოფლების დაცლა აგრად ეხავს რა ასეთ პატარა ქვეყანაში ამდენი ცარიელი ტერიტორიები დაუსახლებელი სოფლები რო ხდება ეგ ძალიან ცუდი რამის მიმანიშნებელია აქ ბზის პანელებია შეიძლება ზაფხულში ამოდის ხოლმე ბზის პანელები აყენია შეიძლება ზაფხულში ამოდიან ალბათ და სუფთა ჰაერზე ისვენებენ აქ ნაკვალებია ბესო ნახე რამხელა ნაკვალებია ეს ადამიანის ნაკვალებს არ აგავს აი მხელა შეიძლება ადამიანის ნაკვალებიც არის მაგრამ არა ეს ნაკვალები შედის აქ ჩამი ჩუმი არის მის არც ადამიანის და არც ძაღლები არ ყეფენ ასტინძელო აბა ეს ზის პანელები ვიღაცას ხო დაუგლის კი არის თორე შუქი არ იქნება ის კამერა როგორი ჩართულია კამერა ჩართული და გვიყურე ხო აბა წავიდეთ სხვა სახლებიც ვნახოთ იქით კიდია სახლი შუშანაბებო სახლი ეს არის შენი ვარაუდით ალბათ იქ ზევითაც არის მაგრამ იქ რაღაც ნაკვალები ვარაუდით ბესო იქ მინდა აი სოფლის სასაფლაოზე რო ავიდეთ რა ნახო ერთი ვინ ცხოვრობდა რა გვარის ხალხი ცხოვრობდნენ აქ ავიდეთ ხო თუავა ფეხით არა მანქანა წავიდეთ მაშინ როგორ გევიგეთ საიდან აღზა აი დიქტატურა ავიდეთ მოიცა აბა წამოიქნებ შორს არის ფეხით რო ავიდე ზა ადის კი მაშინ ავიდეთ მანქანით
კარდადის მიგელივი. აქ ნახე რა ბევრი სახლებია. ზემოდან რო წამოვალ გადავეჯებ ამ სახლებსაც. ყველა სახლი მიტოვებულია, არც ერთ სახლში არავინ არ არის. მოვედით ხო? საით არის აბა სოფლის სასაფლაო ბესო? აიგერე. გზა აქედან შედის. ავალ მაშინ აქ ვიყოფილა. სადაგაც? აი ზევით ეგერ. ფეხითავა. ამოვედით სოფლის სასაფლაოზე, მინდა მივიდე და ვნახო რა გვარის ხალხი ცხოვრობდნენ სოფელ ჭონტილში. საკმაოდ ღრმა თოვლია. ბესო წინ გაუშვი რომ მე გაკვალულში ვიარო, თორე ძნელია მაღალ თოვლში სიარული. გაკვალულში მარტივია. ეს კავკასიონის მთებია შორს კი დათოვლილი. ეს სოფლის ზეთხედი. ბაზალეთის ტბა. ეს კავკასიონი მოგონია ეს. აბა რა გონია, არარატი? არარატი მitmeda. კაი, წავალ აბა ერთი ნახავ. მე როგორი მიტოვებული საფლავებია. მაღალი თოვლია კი. ესე იგი, ცხოვრობდნენ ხინჩაგაშვილები რუხსაგუთ. რუხსაგუთ რას ნიშნავს მეგობრებო? მომწერეთ რა კომენტარში ალბათ. უსურათ ნიშნავს რაღაცას. განიშნებენ დედა მამა თავისი შვილებით 1 2 3 4 ადამიანი ხინჩაგაშვილები. ესეც ხინჩაგაშვილი. ლოდებზე. აბა ქვებზე წავიკითხოთ. კარგად ჩასნახე. ხინჩაგაშვილები აქაც 38 წელი განგმირული 38 წელს თადიაშვილი ხინჩაგაშვილები თადიაშვილები ესეც ხინჩაგაშვილი 1999 წელს. საკმაოდ დიდი სასაფლაოა, იმიტომ რომ სოფლის დიდი იყო. იქიდან იწყება სოფელი და ბოლო სახლი, დიდი სახლი თავდება ზევით მთაზე. კიდე ხინჩაგაშვილები. ესეც ხინჩაგაშვილი 2000 წელს გარდაიცვალა. ანუ ბესო ეს გვარები ხინჩაგაშვილი და თადიაშვილი ქართული გვარებია? რას გაიგებ? არ ვიცი. მეგობრებო, ვინც იცით მომწერეთ კომენტარში. ძალიან მაინტერესებს ქართული სოფელი იყო თუ ოსური სოფელი იყო.
ხო. კი, ეს ოსებია. ოსური სოფელია. კი ბატონო. ჩაგაშვილი და ცოლის გაგვევი. Так, ეხლა აქედან გადავხედოთ არემარეს. ეს რა დაადგინე, რის მთებია ეს? ჩემი აზრით კავკასიონია. ეს შორტს რო არის და ეს ის რო არის რა ქვია. მისკენ რომ მიდიხარ. უდაურსა ეს ხო. ესეც ბაზალეთის ტბა. კავკასიონია ეგეთ შორს. ბაზალეთი გაყინულია ნაწილობრივ. ხო. ნაპირები გაყინული იქნება, სადაც დაბალი წყალია. დავეშვათ ეხა ჩვენ. ეს არის ბოლოს სახლი სოფელ ჭონტილაში. სულ ზევით ამოვიდით, მთაზე ასეთი სახლია. აქ ეთყობა, რომ ადამიანი ამოდის ხოლმე დრო და დრო. კაი ამედები როცა არის, ალბათ ჩემი აზრი ეგეთია. აქ ჩვენ ამოვიდით პირველები ამ გზაზე. არავინ არ არის ამოსული. რა თოვლი წამოვიდა ყოველ შემთხვევაში. დავყვევი ახლა მე ამ გზას და რამდენიმე სახლი არის, ეგერ ქვევითაც არის. მინდა ჩავიდე ვნახო. მოკლედ, კაი დიდი სოფელი იყო. ესეც ისა სახლი სოფლის, მაგრამ აქ იგი ძაღლები არიან, შენასვლელები. ჭიშკარი იყო. აბა ერთი მინდა რომ შევიდე და ახლოდან ვნახო. სოფლის სახლი. როგორ მდგომარეობაშია. ძაღლის ნაკვალებია. ან ძაღლის, ან მელასი, ან ტურასი, ან გელის. აი ძველი სახლი. შესასვლელი საიდან იყო ამ სახლში? უბრალოდ ძალიან მაინტერესებს. სასვლელი კიბე იყო ეთყობა და დანგრეულია. ჩავიდე ერთი. ესომ ჩამიშხუილა. ქვევით იყავი ჩასული და ვერ დამინახა. აბა აქაც ნახოთ. დინარემდე? ხო, ჩადი და ჩამოვალ მე რა ფეხით. ვა. საინტერესო სახლებია. ესე იგი, რომ წარმოვიდგინოთ 90 წელია ესე არის ეს სახლები მიტოვებული. ყველა სახლს ბოქლო მიადევს. შესაძლოა ზაფხულში ამოდის ხოლმე ახლა ამ სახლის პატრონი და ასეა თუ ისე რჩება, რომ სულ არ განადგურდეს. თუ არ მიხედე ერთი წელი, რამოდენიმე წელი სახლს ყურადღება თუ არ მიაქციე, იწყებს ან სახურავი იწყებს დაშლას, ან კედელი იწყებს ჩამოშლას. ასე რომ ეგეც აქეთ ნაკვეთებია. ხიხილის ბაღები. აი დიდი სახლია. ესეც და პირველიც. ეს მეოთხე სახლია, ზევიდა რაც მოვდივარ. ოთხივე სახლი ჩაკეტილია, ბოქლომები ადევს, არავინ არ ცხოვრობს.
ძალიან მაგარი სოფელია, სიწყნარიშია. თაზე ამ სოფლის მერე მე მგონი აღარც არის არანაირი დასახლება. აქედან იყო ჭიშკარი შესასვლელი და შედიოდი ეზოში, ბაღჩაში. აიქ დაიწყო ადამიანმა მშენებლობა, მაგრამ აღარ დასცალდა. აღარ ააშენა. დარჩა ნახევრად დაშენებული სახლი. წინაც არის რამდენიმე სახლი. რა ნერვიულობ თან გლების ნაკვალები რა მარტო მაინც რო არის. არის ხო, სხვათა შორის რაღაც რა გელი იქნება ოჭველი, ხო? ძაღლსაბა რა უნდა აქ ადამიანი არ ცხოვრობს და. გელი ტურა რა. მელა რაღაცა გარეული. ხო? აქ იყავი თუ გინდა ჩავალ ენელელა რამდენიმე სახლი კიდია და მე ჩამოდით თქვენს. ჩავალ წყაროსთან. კი ბატონო, ჩადით მაშინ და გამოგყვები. აქეთაც არის სუნთლიანად დაინგრა დაიშალა აი სახლი. აუ რა კარგი სიწყნარია, აი ნერვებს რო ამშვიდებს. და ეგერ ზევითაც ორი დიდი სახლია. მე მგონი ეს ორი სახლი ნახეთ. აი ერთი სახლის ნანგრევი ჩანს. და მეორე. და ის წინა ორი სახლი, ის პანელები რო იდგა ის არის. აი გამოვიდი შუშანა ბებოს სახლთან. ეს სოფლის წყაროს წყალი. და შორი ახლოს მესმის მე ძაღლის ყეფა და მინდა მივიდე ხა. ან მონადირები იქნებიან. ან ვიღაცის სახლში ძაღლია. ესეც რამხელა სახლს მივანდექით. ეხა ნენელა ქვევით ვეშვებით. ზედა წერტილიდან, სოფლიდან ჩამოუყევი ფეხით და უზარმაზარი სახლი. სამსართულიანი. როგორ გინდა ეხა ეს ამხელა სახლი აშენო დენის გარეშე და წყალიც არ არის აქ, ხო? წყაროს წყალია და მაგას ვავდნენ, როცა ცხოვრობდა ამ სოფელში ხალხი. მაგრამ აი ააშენეს და მოახერხეს. ერთმა გაუმარჯოს. თავარია მოინდომო და ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ნუ ზნელად რა თქმა უნდა, ეხა რო იყოს აქ დენი და პირობები და წყალი და კაი გზა, მე მგონი ხალხიც არ წავიდოდა რა ამ სოფლებიდან, მაგრამ რა სიზავ. დაშვები, ბესარიო. ქვევით მე მგონი ეგ არის რა, სოფლის ბოლოში გამოვედით, ხო და დავაწვეთ, ეხა წავიდეთ კიდე რაც აქვს გეგმაში შევასრულოთ. ეს პირველი გეგმა განვახორციელეთ. კი, აი ესეც მიტოვებულია. ბიჭო, თან ნახე რამხელა სახლია, გრანდიოზული დიდი სახლია. კაით, მეგობრებო, მალე შევხვდებით. მოკლედ ეს არის მეგობრებო სოფელი ჭონტილი, ძალიან მაგარი სოფელია და სიტყვა მაგარში მე ვგულისხმობ ძალიან ბევრ რამეს. ეს არის სუფთა ჰაერი, არაჩვეულებრივი ბუნება, ტყეები, ხეები, სუფთა წყალი, წყაროს წყალი დასალევად. ერთი ძალიან დიდი მინუსი არის, რომ სოფელში დენი არ არის და მეორე გზა არ ამოდის ნორმალური, ძალიან ძნელად ამოსასვლელი გზა არის, მით უმეტეს ზამთარში. ორხიდიანი მანქანა გინდა, რომ ამოხვიდეს ზაფხულში შეიძლება ამოვიდეს სედანი, მაგრამ ეგეც საეჭვოა. და კიდევ ერთი ძალიან დიდი პლუსი ამ სოფლის არის, აქ შეიძლებოდა ძალიან ხარისხიანი და მაღალი დონის სოფლის მეურნეობის მოწყობა, ისეთი ლანდშაფტი აქვს ამ სოფელს
ძროხა რო შეინახო ცხვარი ან თხა ან რაღაცა ძალიან მაგარი იქნება. ანუ ძალიან მაგარი სოფელია რა, ძირითადად რომელ სოფლებში ჩვენ ვართ ნამყოფები არაჩვეულებრივი ადგილია, მაგრამ სამწუხაროდ დღესდღეობით ეს ყველა სოფელი არის მიტოვებული და დაცლილი აი ამ ელემენტარული პრობლემების გამო. მე იმიტომ ვიძახი ელემენტარულს, რომ ეს 21 საუკუნეა და გზის პრობლემა როცა არის დასახლებაში და შუქი როცა არ არის, ეს უკვე რაღაც სამარცხვინო არის რა, მე ასე ვფიქრობ რა, განვითარებულ ქვეყანაში დასახლებაში არ უნდა იყოს გზის და დენის და წყლის პრობლემა. მაგრამ სამწუხაროდ ეგრე არის. რას იზავ, იმედი ვიქონიოთ, რომ ახლო მომავალში გამოსწორდება სოფლებში ცხოვრება, ხალხი დაუბრუნდება სოფლებს, ბესომ ჩამოიარა. აბა დროებით აგიმშვიდობებით მეგობრებო. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ახალწელს, შობას, მრავალს დაესწარი და ღმერთმა ჯანმრთელობას უყველას. დროებით. პარემ რახან მეგობრებო უნდა გავუაროთ ბაზალეთის ტბას, მოდით ჩავიდეთ ეხლა და ვნახოთ რა სიტუაცია ბაზალეთის ტბის ირგვლივ. სასტუმროებია სულ. მე ბოლოს რო ვიყავი აქ ტბის ნაპირზე კაი ტყე იყო. ნავებს აქირავებდნენ და ვიკატავე კიდევაც ერთხელ ნავით. ეხლა უკვე ტყეები აღარა, ეხლა ხეების, მაგივრად სახლები და სასტუმროები აქვს. ნახოთ აბა. სასტუმრო. ბაზალეთი როგორი გაყინულია. აი ჩვენ რო ვიყავით ის სოფელი ჩანს, ეყურე. ჩვენ რო ვიყავით ის სოფელი ჩანს. აბა სადაც ჩანს ბაბუ, ჩვენ რო ვიყავით ის სოფელი. ბაბუმ დაინახა აქედან სოფელში რო ვიყავით ის სოფელი, რომელიღაცა მთაზე. კაი მხედველობა აქვს, მე ვერ ხედავ. მე ვხედავ გაყინულ ბაზალეთის ტბას. და ყოველ 50 მეტრში აწერია იყიდება, ნაკვეთი იყიდება, სახლი იყიდება, სასტუმრო, ყველაფერი იყიდება. კარგი, წავედით. აბა ერთი ბაბუმ სად დაინახა ჩვენი სოფელი. ბაბუ სად არის აბა ის სოფელი? მე ვერ დავინახე. აბა მანახე. მაგერაფა სტოლბე ეფარება, გამეიცოდა აქ. აი. მაღლა გორაზე. მაღლა სახლებს ვერ ხედავ? სახლებს ვერა. რაფერ ვერ ხედავ, ეს სახლის ისინია, სახურეებია. რამოდენიმე სახლები ჩანს. სულ მაღლა გორა. აი ბოძის პირდაპირ. თოვლიანი გორა იმის დაბლა. იმის ცოტა ქვევით. შავად რო ჩანს. ო, შეიძლება. აი ეს არის. იმ იქ ჭიშკართან ვიყავით რო ვიდექ, ჩვენ. იქიდან ხელის გულივით ჩანდა კი, ჩანდა ბაზალეთის ტბა. დაჟე ეს საფლავის ჩანს. არწივის მხედველობა გაქვს რა ბაბუ. ბიჭო, აქ ავარ ნაყოფი 10 წლის წინ. სასტუმროში? არა, აი აქ ჩამოვიდით, მაგრამ ორი არანუში ვიყავით და გამოვიარეთ რა. ერთად არ ვიყავით კაცო. არა, ბიჭებთან ერთად ვიყავით და აი იქ შევედით, იქ არის შიგნით ისევ დიდი აუზი და ბანაობდა ხალხი ერთ ამბავში იყო. ფრალები შევედით, აუზით ვიბანავთ, მე იქ ვიღაცამ დაკვატიჟა დავლიეთ, კიდე არ ვიწრობდით. აი აქა ტყეში ვიზექი რაღაცა. საიდან გამახსენეთ? ო, მე ბოლოს რო ვიყავი, სახლები არ იყო აქ საერთოდ, ბესო. აქ სუტყეები იყო და ტყის ნაპირში ის იმაში ტყეში ნავებს აქირავებდნენ და კატოვდით ნავებს. ეს სახლები არ იყო. დუშეთში მოვინახულეთ მეგობრებო, ერთ-ერთ მაღალმთიან რეგიონში მიტოვებული სოფელი. წამოვედით დუშეთიდან, ეხლა უკვე შუადღე არის, მოგშვიდა, დავიღალეთ, კაი გზებზე ვიარეთ, კაი დანგრეულ გზებზე ვიარეთ და დუშეთში სადაც გვეგულებოდა ფაცხას, აქეიფო იქ მივედით, მაგრამ სამწუხაროდ გზა იყო გადაკეტილი, მან ვერ შევედით და წამოვედით აქეთ ადგილებში, პრინციპში ყველა ფაცხა და აქეიფო ადგილი ზეპირად ვიცით. საგურამოს რო გამოცდები, დაახლოებით 7-8 კილომეტრია სოფელთან, პატარა სოფელია და სოფელთან არის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამლოცავი ეკლესია და ამ ეკლესიის ეზოში არის ლამაზი ფაცხა გაკეთებული, საქეიფო მაგიდა და სკამები და მაგ გავჩერდებით. ეკლესიასაც განახებთ, შევალთ რა თქმა უნდა
სანთელს დავანთებთ, ცოტას მოვილოცებით საქართველოს. უსურვებთ მე წინსვლას, განვითარებას, აყვავებას და რა თქმა უნდა, მე ერთი რამე მინდა დავამატო. სულ ყველა მეგობრებო, ჩემ ახლომახლოში, ახლობლები და მეგობრები და ნათესავების სახელით მე მინდა შევუერთდე პროტესტს, რომელსაც გამოთქვავს ხალხი ფიზიკურად არა, მაგრამ სულიერად მათ გვერდში ვარ, რომლებიც გამოთქვამენ პროტესტს არა საქართველოს არაბიზაციას და საქართველოს გაურჯულოებას. ძალიან დიდი არა, საქართველოს უნდა დარჩეს ქართველებს, ჩვენ შვილებს, შვილიშვილებს და 100 და 200 და 1000 წელი კიდე როგორც დღემდე მოაღწია საქართველოს ამ ომებით და ბრძოლებით. არ გვინდა ჩვენ არაბები, ინდოელები და ირანელები და ურჯულოები, არ გვინდა მეგობრებო. ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი. შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, ბევრს მოეწონოს. ასე რომ ეხა მივიდეთ ამ პატარა სალოცავში, რომელიც ჯერჯერობით საქართველოში მრავლადარი და ქართველების ხელში არის, სანთელს დავანთებთ, ვილოცებთ საქართველოს წინ სულისთვის და განვითარებისთვის და ფაცხაში დავждებით, ლამაზი ფაცხა აქა და ერთ ურჭიქას მაგის ადგილზელოსაც დავლევთ. ყველას ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დღეს დაგემშვიდობებით, ვისაც მოგწონთ დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ, არხის წინსვლა და განვითარება თქვენზეა, მაყურებელზეა დამოკიდებული. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც მწერს კომენტარს, ვინც ალაიქებს და ვინც უყურებს. დიდი მადლობა, მალე შევხვდებით. აი როგორ ლამაზ ბუნებაში ამოვედით. ეს არის სოფელი ცაცხვიანი და აქ არის ასეთი ფაცხებია ლამაზი და აქ არის სალოცავი. შევიდეთ ახლა ამ სალოცავშიც. ასეთი პატარა სალოცავია. წმინდა ნიკოლოზის. გაუმარჯოს საქართველოს.